ვისაუბრებთ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე, ან არა დედამიწაზე და როგორ გაჩნდა ადამიანი, თავიდანვე შენიშვნას გავაკეთებ იმ ხალხის მიმართ, ვინც მეტყვიან ბიბლია წაიკითხე და მე ლანძღვაგინებას დაართავენ ხოლმე თან და მე ყოველთვის ეჭვი მეპარება რომ ამ ადამიანებს თავად არ აქვს ბიბლია წაკითხული და აქვე ვიწყო ესეთ ხალხის გასაგონად, ვინაიდან ბევრმა დამიწერა რამდენჯერმე, რომ როგორც კი სხვას ეუბნები რომ ბიბლია წაიკითხე შეასეთო, მაშინვე კარგავ იმ ადამიანთან მორალურ უპირატესობას და მაშინვე კარგავ ნებისმიერ ადამიანთან მორალურ უპირატესობას, რომ მორალი უკითხო, ასე რომ ჯობია რომ აქ არა და არ დაიწყოთ ჩემი კრიტიკა. მეორეც და მეტიც მე არ მაქვს პრეტენზია რომ მე ვისაუბრებ ჭეშმარიტებაზე, მე ვისაუბრებ იმაზე, რაც ყველაზე მიღებულია ამ ეტაპზე მეცნიერების მიერ და მეცნიერება რასაც ფიქრობს რომ ყველაზე შესაძლებელი ვარიანტი ეს არის სიცოცხლის წარმოშობის და ადამიანის წარმოშობის. თავიდან კოსმოსი იყო, კოსმოსი როგორ გაჩნდა ამაზე არ ვისაუბრებ, ახლა ეს ვიდეოში თუ დაგაინტერესებთ ვისაუბრებ კიდევაც, თქვა პირველი მატერია როგორ გაჩნდა და ასე, მაგრამ ავიღოთ რომ ეს ნივთიერებები არის, პლანეტები არის, მაგრამ სიცოცხლე არ არის და გვაქვს პრიმორდიალურ სუპს ეძახიან, რა ვულკანები, ეს ენერგია, ჭექა-ქუხილი და ეს მაღალი ტემპერატურები, ენერგია და ნივთიერებები და აი ამ მაღალი ტემპერატურის ენერგიის მოქმედებით წყალბადის ციანიდზე ან ფორმალდეჰიდზე შეიძლება გარდაიქმნას RNA-მად, ანუ რიბონუკლეინის მჟავად და ეს RNA-მი არის როგორც საშენი მასალა სიცოცხლისთვის, სიცოცხლის წინარე ფორმაა მოკლედ და RNA-ს აქვს ესეთი თვისება, რომ შეუძლია თავისი თავი გამრავლოს და შესაძლებელია რომ გარკვეულ პირობებში წლებთან ერთად, ათასწლეულებთან ერთად და მილიონობით წელი იყო ამისთვის RNA-მა დაიწყო თავის გამრავლება და სავარაუდოდ პირველი სიცოცხლე, ანუ ისეთი RNA-მი რომელიც მრავლდებოდა, გაჩნდა წყალში სავარაუდოდ, წყლის პირობებში ყოველ შემთხვევაში. ანუ პირველი სიცოცხლე სავარაუდოდ გაჩნდა წყალში. წყლიდან მერე რა ხდება, რომ აი ბაქტერიებიც კი ალბათ იცით, რომ გამრავლდება ქმნის კოლონიას. ხო, ანუ ბაქტერია თვითონ ერთია, ერთუჯრედიანია, მაგრამ თუ გამრავლდება ქმნის კოლონიას. კოლონია რა არის, რომ თანაცხოვრობს ბევრი ბაქტერია ერთად. ხო, აი ისევე როგორც ჭიანჭველები მაგალითად, ან ჭიანჭველების კოლონიას გაგიათ ალბათ, სადაც ამ ფუტკრები, რომლებიც დიდ ოჯახად ცხოვრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე აღებული თითო-თითო ფუტკარი ან თითო-თითო ჭიანჭველა, ისინი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ და ერთ ორგანიზმს ქმნიან, წარმოსახვით ორგანიზმს, რომელსაც ემსახურებიან. ზოგი ამას აკეთებს, ზოგი იმას აკეთებს და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს კოლონიური უჯრედები, რომლებიც თავიდან თითო-თითო უჯრედები იყო, ანუ რიბონუკლეინის მჟავიდან RNA-მიდან გაჩნდა ის პირველი სიცოცხლე, რომელიც თავის გამრავლებას იწყებს, მარტივი ფორმა სიცოცხლის, შემდეგ გართულდა, ანუ შემდეგ წარმოიქმნა DNA-მი, შემდეგ მანამდე შემოიკრა ცხიმი გარშემო, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ეს იყო თქვა პირველადი უჯრედი და მერე უკვე დაიწყო უჯრედებმა წარმოქმნა, უჯრედებმა დაიწყო ფუნქციონირება და უჯრედებმა დაიწყეს კოლონიების შექმნა, მრავლდება. მერე დაიწყო დიფერენცირება, რომ ანუ ეს უჯრედი ამისთვის არის ეს უჯრედი მცველები იყოს, მაგალითად ეს უჯრედები საჭმლის მომპოვებელი იყოს, ეს უჯრედები იყოს მაგალითად გამწმენდი და ასე. და ეს ამ კოლონიებმა შემდეგ შეიძინეს ერთიანი ფორმა და ასე გაჩნდა რთული ორგანიზმები. ახლა ამას 4 წუთია რაც ვყვები, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ასეულობით მილიონი წელი მიმდინარეობს ეს პროცესი, ძალიან ნელ-ნელა, ძალიან ბევრი შეცდომები, ძალიან ბევრი სიკვდილი, ძალიან ბევრი არ გამოსვლები, ძალიან ბევრი
წარმატებებით მათ შორის და ნელ-ნელა შეიქმნა რთული ორგანიზმი ეს რთული ორგანიზმი სავარაუდოდ ცხოვრობდა წყალში სხვა სიცოცხლე მიიღო სხვა ფორმები ბევრი მათ შორის ბაქტერიები ვირუსებიც მიჩნეულია გარდამავალ ფორმად მაგალითად ცოცხალსა და არაცოცხალს შორის და ერთუჯრედიანი ორგანიზმები წყლის ცხოველები და ეს წყლის ცხოველები ამფიბიების სახით ნელ-ნელა ამოვიდნენ ზევით ახლა ამოვიდნენ ზევით დედამიწაზე ხმელეთზე და დაიწყეს აქაც გამრავლება შეგუება ცხოვრება და ასე შემდეგ ნელ-ნელა გაჩნდა უფრო და უფრო რთული ორგანიზმები და ეს რთული ორგანიზმები დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ გამოიყვნენ ჩვენ და შიმპანზეს ყავდა საერთო წინაპარი და მათ გამოიყო რეალურად ეს ადამიანის წინამორბედი ფორმები და ნელა დაიწყო ადამიანმა განვითარება იმ გზით, რა გზითაც მოვდივართ. შემდეგ უკვე განვითარდა ეს მოაზროვნე ტვინი, ქერქი, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაზეა პასუხისმგებელი, ფიქრზეა პასუხისმგებელი და ჩვენ გაგვივითარდა აბსტრაქტული აზროვნება და ჩვენ ვიქეცით ესე ადამიანებად. აი ეს არის გზა, რომელიც ადამიანმა რეალურად გავლო და აქ არის კითხვა მე რომ რითი განსხვავდებით ცხოველებისგან ანუ ბიოლოგიურად ასე სუფთა ცხოველები გამოვდივართ ხო ანუ რა განსხვავებაა ცხოველებისგან განსხვავება ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება რაც არის ცნობიერება სახელდება ანუ ცნობიერება რომელსაც ჩვენ ახლა ანუ სულს რომ ვეძახით სული როგორ უნდა განსაზღვროთ ხო ანუ სულის მეცნიერული განსაზღვრება არ გვაქვს ისეთი ხო ანუ რაღაცა თუ ამ სამყაროს მიღმა და ჩვენ მისი აღწერა არ შეგვიძლია მას მეცნიერულად ვერ განსაზღვრავთ და რისი განსაზღვრა შეგვიძლია მეტნაკლებად ეს არის ცნობიერება ხო და ცნობიერების განსაზღვრა იწყება რითი რომ ადამიანს შეუძლია self awareness ქვია ანუ ადამიანს აქვს უნარი რომ იცოდეს რომ თვითონ არის თვითონ აი ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მაგალითად აი სარკეში რომ ჩაიხედავ იცი რომ შენ ხარ და ამას სარკის ტესტსაც ეძახიან მაგრამ ბევრი ცხოველი გადის ამ ტესტს მაგალითად იგივე ზოგიერთი მაიმუნები დელფინები და ასე ან ისეთი ცხოველები რომელსაც შედარებით უფრო მეტი ინტელექტი აქვს გადიან ამ ტესტს ადამიანი დაახლოებით 5 წლიდან იწყებს უკვე კითხვების დასმას რატომ ანუ რატომ ნიშნავს რომ უკვე უყალიბდება უფრო მეტად აბსტრაქტული აზროვნება ნელა იგებს იდეას რა არის სიკვდილი რომ ადამიანი მოკვდავია და ასე შემდეგ მანამდე არა ანუ ამიტომ არის რომ 3-4 წლის ბავშვი ვერ გაიგებს სიკვდილს ანუ გაიგებს მაგრამ ვერ გაიაზრებს კარგად რადგან აბსტრაქტული აზროვნების უნარი ჩამოუყალიბდება 5 წლიდან ზევით როგორც წესი შემდეგ უკვე ადამიანი სვავს უფრო რთულ კითხვებს აინტერესებს რატომ გავჩნდით და ასე რა ხდება და ასე ჩვენ გარშემო როგორ მუშაობს სამყარო რატომ ამოდის მზე და მე რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი და ასეთ კითხვებს ახლა არის მან კითხვა რომ მაგალითად ცხოველებს აქვთ ეს უნარი აბსტრაქტული აზროვნების უნარი კითხვების დასმის უნარი და ასე აბსტრაქტული აზროვნება პრიმიტიული ფორმით აქვთ მაგალითად ყვავი ეს ყორანი აქვს წინასწარ შეუძლია რაღაცები განსაზღვროს ასევე შეუძლია ხელსაწყოები გამოიყენოს წინასწარ წარმოიდგინოს რაღაცა და გააკეთოს იმ მომავლისთვის რაღაცა ისე რომ ბრჭყალებში გაიაზროს და მიიჩნევა რომ მაგალითად აი ყვავს დაახლოებით 5-7 წლის ბავშვის ტვინი აქვს არა ყველაფერში რა თქმა უნდა ხა სოციალურ ინტელექტი ადამიანს უფრო მეტი აქვს ვიდრე ყვავს რა თქმა უნდა ემპათია აქვთ ცხოველებსაც მაგალითად არის ვირთხების ექსპერიმენტი ჩატარებული სადაც
ვირთხას რო ქონდა არჩევანი აერჩია საკვები თუ აერჩია გადაერჩინა მაგალითად მეორე ვირთხა რომელიც ხაფანგში იყო გამული არ აირჩია საკვები და გადაარჩია მეორე ვირთხა რომელიც ხაფანგში იყო გამული ანუ ემპათიის უნარი აქვს თანაგრძნობის უნარი აქვს ძაღლებსაც შეგიმჩნევიათ ალბათ აქვს ემპათიის უნარი ემოციები აქვს რა თქმა უნდა ემოციები ცხოველებსაც ჩვეულებრივ ვისაც კი ცხოველი ყოლია სახლში იცის რომ აქვს ემოციები შეუძლიათ თუ არა გაიგონ რა არის სიკვდილი შეიძლება ზოგიერთი ცხოველი მაგალითად ის кейსი ხო ბევრს ვისაც სოფელში უცხოვრია ეცოდინება რომ აი ძროხა სადაც მოკვდება ხოლმე ან დაკლავენ ან ასე იკრიბებიან ხოლმე ეს ძროხები და პატივს მიაგებენ ამ და ყმუიან თუ ანუ ხმებს გამოსცემენ მოკლედ შესაბამისად რაღაც სახის თანაგრძნობა, რაღაც სახის გაგება სიკვდილის და რაღაც სახის ცნობიერება აქვს ცხოველებსაც. ახლა თუ იმაზეა საუბარი რომ ცხოველმა დასვას კითხვა რისთვის ცხოვრობ და რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, ეს კითხვას რა თქმა უნდა არ სვავს ცხოველი, მაგრამ თუ ჩავთვლით იმას რომ მაგალითად ადამიანი მენტალურად არაჯანსაღი ადამიანი შეიძლება კონდეს 20-25 IQ, 20-25 IQ შეიძლება კონდეს ცხოველებსაც, ხო? შესაბამისად თუმცა ძალიან რთული საკითხია, ან ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ რაღაცაში შეიძლება კონდეს, რაღაცაში არ კონდეს და იმ ემოციურ ინტელექტში შეიძლება ისევ დაბალი IQ-ს მქონე ადამიანმა აჯობოს თუნდაც მაღალი IQ-ს მქონე ცხოველს. შესაბამისად ადამიანს აქვს მაინც უფრო დიდი უპირატესობა და ეს დიდი უპირატესობა უფრო მეტად არის ალბათ აბსტრაქტული აზროვნება. მეტად თulis წინასწარ, მეტად ფიქრობს იდეებზე და ეგ არის რაც ჩვენ ადამიანად გვხდის. და აქ არის კიდევ კითხვა, რომელიც ადამიანებს აქვთ ხოლმე, რომ რა არის ჩვენი მომავალი, ვიქნებით როგორც ადამიანები თუ როგორ ვიქნებით? ნუ რამდენიმე თეორია არსებობს, რომ თქვა ჩვენ გადავალთ ეტაპზე, როცა მხოლოდ მოვიხმართ პლანეტარულ ენერგიას, მზის ენერგიას, მაგალითად ატომურ ენერგიას და კოსმოსის ენერგიას და არა ვთქვათ აი ამ ნავთობს და ეს რაღაცებს ლოგიკურია, გონივრულია და შესაძლებელია რა თქმა უნდა. ასევე ნელ-ნელა რა იქნება? ნელ-ნელა იქნება, რომ გენეტიკის გაუმჯობესება მოხდება, ბევრი დაავადება განკურნებადი გახდება. მერე მოხდება კიბერნეტიკული ინტეგრაციას რაც ეძახიან, რომ ტვინი და ადამიანი მაქსიმალურად დაკავშირდეს ერთმანეთთან, მერე შეიძლება მოხდეს ცნობიერების გატანა ადამიანის გარეთ. და ეს ძალიან საინტერესო ეტაპია. იქნება რაღაც ეტაპი სავარაუდოდ, როცა ადამიანი დაკარგავს ხელოვნურ ინტელექტს კონტროლს, ესეც ნავარაუდებია, რომ სავარაუდოდ მოხდება. არ ვიცით როდის ვარაუდობენ რომ მაგალითად AI ანუ ხელოვნური ინტელექტი 2045 წლისთვის საინტერესო ის იქნება აბა თუ ამ ვიდეოს 2045 წელს უყურებს შეადაროს მე რომ რამდენად ადამიანის ინტელექტს უნდა აჯობოს წესით ამ და მნიშვნელოვნად შეცვლის ეს ჩვენს ერას და ხელოვნურმა ინტელექტმა 45 წლისთვის უნდა აჯობოს ადამიანის ინტელექტს რაღაც კომპონენტებში რა თქმა უნდა უკვე ჯობნის, მაგრამ საუბარია რომ თქვა აი ყველა დომენში ან უმეტესობა დომენში და ჯამურათაც აჯობოს. რთული საკითხებია, რთული და ჯამში ბოლოს შეიძლება თქვა ადამიანის ცნობიერების ინტეგრაცია მოხდეს სამყაროსთან და პოსტჰუმანური ერა შეიძლება შეიქმნას, რომ ბიოლოგიურიდან უფრო შეერწყას კომპიუტერებს ადამიანი და ეგეთი ერა დაგვიდგეს. რთული საკითხებია ძალიან, ან მე არ ვიცი რა იქნება, მე არ ვიცი როგორ იქნება ჯამში, თუმცა საინტერესოა ნებისმიერ შემთხვევაში
და ნიშნავენია კითხვების დასმა ჩემი აზრით ან დასვით კითხვები მაქსიმალურად და ეს თქვენ ჯანმრთელობისთვისაც კარგია ჩემთვისაც და ყველასთვის ტვინს გავვარჯიშებთ მეტი კითხვები არის მეტი აზროვნება აზროვნებით ტვინი ვარჯიშდება აზროვნება ის რითიც გამოგვარჩევს ჩვენ და რაც გამოგვარჩევს ცხოველებისგან აი ეს იყო რისის თქმაც მინდოდა მადლობა რომ ისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ მადლობა ინტერესისთვის